გითხოთ თქვენს პარტიასთან დაკავშირებით, როგორც ცნობილია, კოალიციაში შემავალი პარტიების სტრუქტურულად გუშინ იყო ბიძინა ივანიშვილის პარტიის ყრილობა. თქვენი პარტია ამ მიმართულებით მუშაობს თუ არა რეგიონებში, იმიტომ რომ აპრილში იგეგმება შუალედური არჩევნები და გვაინტერესებს მიიღებთ თუ არა გეყოლება თუ არა თქვენ კანდიდატები თქვენს პარტიას და ასევე რას გეგმავთ ადგილობრივი არჩევნებისთვის ამასთან დაკავშირებითაც რომ გითხრათ ორიენტს. მოგესალმებით. ჩვენი პარტია თავისუფალი დემოკრატები საკმაოდ აქტიურად მუშაობთ რეგიონებში და რაიონებში. შემიძლია გითხრათ რომ დღესდღეობისათვის ჩვენ საქართველოს რაიონებიდან 63 რაიონიდან 57 რაიონში უკვე პარტიული ორგანიზაცია დაფუძნებული გვყავს და იმ დარჩენილ 6 რაიონშიც პარტიული ორგანიზაციების დაფუძნებას პრინციპში წინ არაფერი აღარ უდგას, საინიციატივო ჯგუფები შექმნილი არის და ეს პროცესიც ასე ვთქვათ ამ თვის ბოლოს დასრულდება. ასე რომ ამ მხრივ ჩვენ ნაყოფიერად მუშაობთ და პირადად მე შემიძლია როგორც პარტიის თავმჯდომარემ კმაყოფილება გამოვთქვა ამ პროცესით. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ეს როგორც მოგეხსენებათ უნდა გაიმართოს 2014 წლის მაისში. მე ვფიქრობ, რომ თვითონ შინაარსობრივად ადგილობრივი თვითმმართველობა შეიცვლება, იგი გახდება უფრო ასე ვთქვათ, წონადი ინსტიტუტი მთლიანად საქართველოს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ალბათ დაბრუნდება არჩევითობა სოფლის დონეზე, დაბრუნდება არჩევითობა ქალაქების რაიონული ცენტრების დონეზე და რა თქმა უნდა თვითონ რაიონის საკრებულოც გაცილებით აგრეთვე უფრო დამოუკიდებელი იქნება, უფრო მეტი ფუნქციები ექნება და გამომდინარე ყოველივე აქედან, გამომდინარე იქიდან რომ თვითონ კოალიციური მთავრობა ძალიან დიდ როლს, ძალიან დიდ ასე ვთქვათ პერსპექტივებს ხედავს სოფლის მეურნეობის და ზოგადად სოფლის აღორძინებაში, თვითმმართველობაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იქნება ამ კუთხით. ჩვენ ვემზადებით ძალიან აქტიურად აი ეს დაფუძნებებიც რა თქმა უნდა ემსახურება იმას, რომ ჩვენ მოვემზადოთ მომავალი არჩევნებისათვის. ორი მიმართულებით ასე ვთქვათ ვაძლევთ ჩვენ რეკომენდაციას ჩვენ პარტიულ ორგანიზაციებს ამ კუთხით. ერთი ის რომ თვითონ პარტიული ორგანიზაციების ჩამოყალიბება, დაკომპლექტება ყველა საარჩევნო უბნის, საარჩევნო ოლქის თავისთავად პარტიული აქტივის წინ წამოწევა, რომელმაც ამორჩეველთან უნდა იმუშაოს და მეორე ასე ვთქვათ საკადრო მიმართულება. მე ვთქვი რომ ალბათ არჩევითობის ხარისხი და არეალი ძალიან დიდად გაიზრდება და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რომ მოვამზადოთ და მოვიზიდოთ ისეთი ადამიანები ჩვენი პარტიის რიგებში, რომელიც იქნება ხალხისათვის მისაღები ამ არჩევნებში. მისაღები იმიტომ რომ თავისთავად ეს არჩევნები ჩატარდება სულ სხვა საარჩევნო გარემოში, როდესაც აღარ იქნება ადმინისტრაციული და სამართალდამცავების წნეხი ესეთი მნიშვნელოვანი და აქ ნამდვილად წინ, როდესაც ადამიანს თავისუფალი არჩევანის საშუალება აქვს, წინ გამოდის სწორედ კანდიდატის და პარტიის და კოალიციის თუ გნებავთ ავტორიტეტი თუ როგორი ადამიანებით ვიქნებით ჩვენ ამორჩევლის წინაშე წამდგარნი. რაც შეეხება ეხლა დანიშნულ შუალედურ არჩევნებს, თქვენ მოგეხსენებათ რომ სამ ოლქში უნდა ჩატარდეს, ნაძალადევი, ბაღდადი და სამტრედია. ამასთან დაკავშირებით ჩვენ პარტიას რა თქმა უნდა ჩვენი კონკრეტული წინადადებები გაგვაჩნია. ეს საკითხი ახლო მომავალში განიხილება კოალიციის სხდომაზე და ჩვენ იქ რა თქმა უნდა ჩვენი წინადადებებით წავდგებით რა. ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი პოზიცია ნაწილში თქვენი კანდიდატები თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლები იყრიდნენ კეჭს, რომლებიც შემდეგ გაღმართებოდა. შესაბამისად მოხდება ჩანაცვლება იგივე თავისუფალი დემოკრატებით თუ შესაძლებელია სხვა კოალიციაში შემოვალი სხვა პარტიების კანდიდატები იყრიდნენ. რასაც კითხულობთ, თქვენ მოგეხსენებათ რომ წინა ჩატარებული 1 ოქტომბრის არჩევნებით ქალბატონი თია წულუკიანი როგორც ჩვენი პარტიის კვოტით ისე იღებდა ნაძალადევში მონაწილეობას, ორ სხვა ოლქში ქართული ოცნების კვოტით იყო არჩილ კვილაშვილი და კახი კალაძე. ამიტომ დღეს ავტომატურად ზუსტად იგივე რეჟიმით
მოხდება ამ საკითხის გადაწყვეტა თუ ასე ვთქვათ კოალიცია კიდე დამატებით სხვა პირობებსაც წაუყენებს მომავალ კანდიდატებს ჯერ ეს საკითხი ზუსტად არავინ არ იცის ყველას თავთავისი ასე ვთქვათ შეიძლება წარმოდგენა გააჩნდეს მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს საკითხი ამ უახლოესი ალბათ 1 კვირის 10 დღის განმავლობაში კოალიციის შიგნით საბოლოოდ გადაწყდება კოალიცია განაცხადს უკვე გააკეთებს რომ სამივე ოლქში ჩვენ რა თქმა უნდა არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ მე მიმაჩნია რომ პარლამენტს სჭირდება ხარისხობრივად კიდევ უფრო გაზლიერება ამიტომ პერსონალიებსაც მნიშვნელობა ექნება თითოეული პარტიიდან ვინ კოალიციის თითოეული წარმომადგენლიდან ვინ იქნება წარმოდგენილი აი ამ არჩევნებში ამიტომ კვოტა და პერსონალია გარკვეულწილად კავშირში იქნება მე ალბათ ესე წარმოვიდგენია ბატონო ძალიან აქტუალური არის საკონსტიტუციო ცვლილებების თემა მიმდინარეობს კონსულტაციები უმრავლესობას და უმცირესობას შორის ბაქრაძის მხრიდან საკმაოდ საინტერესო განცხადება გაკეთა რომ ამ პროცესის შედეგად შესაძლებელია შეჩერდეს დაპატიმრებების და დაკავების სერია რამდენად მოსალოდნელია რომ მოხდეს რაღაცა შეჯერება აი თუნდაც ამ პირობით რომ თქვათ ნაციონალური მოძრაობა დაუჭერს მხარს თუ შეწყდება ეს დაკავებები რომელიც დაკითხვების თუნდაც მე გეტყვით რომ პირდაპირ კავშირში ამაში ამ ორ მოვლენას შორის ვერ ხედავ მე ხა მესმის დავით ბაქრაძის და ნაციონალური მოძრაობის ცდელობა რომ პოლიტიკური თქვათ საკონსტიტუციო საკითხები რატომღაც დაუკავშირონ ხან საგარეო პოლიტიკურ კურსს ხან თქვათ ვიღაცა ჩინოვნიკის დაბარებას დაკითხვაზე ამათ შორის მე ვფიქრობ რომ პირდაპირ კავშირი არ არის და არ შეიძლება იყოს თავისთავად პოლიტიკური პროცესისათვის ქვეყანაში მნიშვნელოვანია რომ კარგად იყოს გააზრებულად იყოს საკონსტიტუციო ცვლილებები ჩამოყალიბებული რაც ქვეყანას თავისთავად სტაბილურობას შესძენს რაც შეეხება იმას ვინმე შეიძლება იყოს თუ არა დაკითხვაზე დაბარებული ამა თუ იმ საკითხზე ამას მე მგონია რომ კონსტიტუციურ ცვლილებებთან პირდაპირ არანაირი კავშირი არ აქვს და არ შეიძლება იქონდეს ბატონო ძალიან ესეთი ხმაური მოყვა იგივე პოლიტიკურ წრეებშიც და საზოგადოებაშიც შედგენილი ჩანერგილების თემას დავით საგანელიძე პირდაპირ ითხოვდა რომ თქვენს პარტიას გაეთავისუფლებინა შეეჩერებინა მანდატები პარტიის წევრების მანდატები იმ ადამიანებისთვის რომლებიც ვარცხები 20 კაციანი სია წარმოადგენენ მე მაინტერესებს თქვენი პარტიის მხრიდან რა რეაგირება მოყვა დაკმაყოფილდა თუ არა ბატონი დავით საგანელიძის მოთხოვნა და ეს უთანხმოება ამოწურულია თუ არა ამ ეტაპისთვის თქვენ პარტიასა და ბიძინეევანიშვილის პარტიას შორის. მე გეტყვით რომ ჩვენ არანაირი 20 კაციანი სია ჩვენთვის არავის არ აქვს. ეგ არ ვიცი. მე ერთ რამეს გეტყვით რომ იქ იყო ერთი მომენტი მთელ ამ ისტორიაში რაც თქვა ჩვენ პარტიასთან შეხებაში იყო გავმეორდები იმიტომ ეს კომენტარი მე ბევრჯერ გამიკეთებია რომ აბაშის რაიონში თქვა ქართული ოცნების აქცია ტარდებოდა რაღაც კონკრეტულ პიროვნებების გარშემო რომელშიც ჩვენი პარტიის წევრებიც იღებდნენ მონაწილეობას მე ეს აქცია გაიმართა ბიზნეს ცენტრის წინაც იქაც ეს ადამიანი იღებდა ერთი კონკრეტული ადამიანი მონაწილეობას ეს მან გააკეთა პარტიის ცენტრალურ ორგანოებთან შეუთანხმებლად ამიტომ ჩვენ ამ ადამიანის გარშემო ვიმსჯელეთ მას სასტიკი საყვედური გამოეცხადა პარტიული და თქვა აბაშის რაიონის პარტიულ ცხოვრებას ჩამოშორებული იქნა ეს არის და ეს ამაზე მეტი ჩვენ რაიმე გაუგებრობა ჩვენ პარტიას პარტია ქართულ ოცნებასთან არ ქონია და სხვა საკითხები ყველა ის საკითხი რაც ჩვენ შორის როგორც კოალიციაში შიგნით ყოფ პარტიებს შორის ძალიან ნორმალურად და კოლეგიალურად მიმდინარეობს ამიტომ ჩემთვის ეს ეგრეთ წოდებული ჩანერგილების თემა მხოლოდ აი ამ ერთი კონკრეტული ინციდენტით არის ცნობილი და სხვა ჩვენ არანაირი თუმცა ჩანერგილების თემა ერთადერთი არ არის რომლის ირგვლივაც გაჩნდა კითხვები იგივე ბიძინეევანიშვილის განცხადება ირაკლი ალასანიას მისამართ რამდენიმე განცხადება გააკეთა მან და საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება რომ უთანხმოება არის პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შორის გუნდებს შორის იგივე ალასანიას გადაყენება ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან ბატონი ბიძინეევანიშვილის განცხადება რომ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ირაკლი მიჩქარა როდესაც ამის განხილვა დაიწყო
სხვა ამის შემდეგ იყო კიდევ განცხადება დუბაისთან დაკავშირებით, ცნობილი განცხადება ბიძინა ივანიშვილის. თქვენ არ რჩება შთაბეჭდილება, რომ რეალურად მსგავსი უთანხმოება არსებობს და თუ არსებობდა ამწურულია თუ არა, გარკვეულია თუ არა ეს საკითხები პრემიერთან. მე მგონი ეს საკითხები იმდენჯერ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმდენი ითქვა, იმდენი დაიწერა, ტყუილი, მართალი, ჭორი, მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ქართული მედია თუ პოლიტიკური სივრცე ზომაზე მეტად დიდ ყურადღებას უთმობდა ყველაფერ ამას. მე ხო ამიტომ აი ძველ ამ იმას აღარ განვიხილავ. მე ერთ რამეს ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე არის აბსოლუტურად ნორმალური, საქმიანი, კოლეგიალური, სრული ურთიერთობებით, ასე ვთქვათ, გაზავებული ვითარება, როგორც ბატონ ბიძინასა და ბატონ ირაკლის შორის, ასევე თვითონ პარტიული თანაცხოვრების და ასე ვთქვათ, ურთიერთობის კუთხით. ასე რომ ჩვენ მუშაობთ ძალიან ჩვეულებრივ რეჟიმში, მინდა გითხრათ, რომ აი მაგალითად მე როგორც პარტიის თავმჯდომარე, ყველა იმ საკითხების გადაწყვეტაში, რაც პარტიულ აღშენებლობას ან კოალიციის შიგნით ჩვენ ურთიერთობას ეხება, ვერანაირ ასე ვთქვათ, სერიოზულ პრობლემას ვერ ვხედავ, ჩვენ გვაქვს სამუშაო ურთიერთობა, სამუშაო დამოკიდებულება. რაც შეეხება იმას ვთქვათ, რომ ეხლა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, მომავალ საპრეზიდენტო საკითხებზე, რომ თავისუფალი დემოკრატები, ალბათ ეს კითხვაც იქნება, ჩვენ ვართ საპრეზიდენტო რესპუბლიკის მომხრე, კოალიციაში არის აზრი, რომ იყოს უფრო საპარლამენტო რესპუბლიკა. მე გეუბნებით, რომ ეს არ არის ის საკითხი, რომელიც დღეს შეიძლება იყოს კოალიციის შიგნით რაიმე ბზარის, რაიმე ისეთი ფუნდამენტალური გაურკვევლობის შემტანი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ დღევანდელ დღეს საქართველოს არა ის აინტერესებს და ქართველ ამომრჩეველს, რომ კონკრეტულად რომელი მოდელი იქნება, მაინც და მაინც ხალხს აინტერესებს, რომ თვითონ ქვეყანაში იყოს სტაბილური ვითარება, ქვეყანაში მისი ცხოვრების დონე წლითი წლობით თვიდან თვემდე წინ მიდიოდეს, პოლიტიკური ვითარება იყოს სტაბილური და ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე იდგას. ეს ვალდებულება აქვს თავის თავზე ამ კოალიციას აღებული, კოალიციურ მთავრობას ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ აი ეს ყველაფერი არის უფრო მნიშვნელოვანი ჩვენი მოსახლეობისათვის, საქართველოსათვის, სწორი მიმართულებით განვითარება. და ეს საპარლამენტო რესპუბლიკის საკონსტიტუციო ჩარჩოებში მოხდება თუ საპრეზიდენტო რესპუბლიკის საკონსტიტუციო ჩარჩოებში, ეს მერწმუნდეთ დღეს ჩვენი ერისთვის და ჩვენი ამორჩევლისათვის მეორე ხარისხოვანია. რა თქმა უნდა, ეს საკითხი იქნება კომპრომისის და მუდმივი მოლაპარაკებების თემა. ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ იგივე პარლამენტში სხვადასხვა ვარიანტებზე ახლა არის საუბარი, როგორი შეიძლება იყოს მომავალი საკონსტიტუციო ცვლილებები. არსებული მომავალი კონსტიტუციის დროზე ადრე შესვლა ძალაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკოსებს შორის კონსულტაციების საგანი და არ წარმოადგენს პირველი მნიშვნელობის საკითხს თვითონ ქვეყნისათვის, თვითონ ერისათვის, ჩვენი ამორჩევლისათვის და ამიტომ ეს არ გახდება გარწმუნდეთ ჩვენ კოალიციის შიგნით ჩვენი რაიმე დაპირისპირების საფუძველი და საბაბი. კობა დავითაშვილის საკითხს მინდა შევეხო. კობამ დავითაშვილმა ერთ-ერთ გაზეთთან მიცემულ ინტერვიუში გააკეთა განცხადება, რომ ვერ გრძნობს, რომ ეს არის გუნდი და ის არის გუნდის ერთ-ერთი წევრი. რამდენად და მზად არის დატოვოს კოალიცია თუ იქნება უმრავლესობი, პარლამენტიც კი თუ იქნება უმრავლესობიდან ესეთი გადაწყვეტილება. თუ ესე მოხდება, რამდენად ესეთი ცუდი მაგალითი იქნება კოალიციის დანარჩენი წევრებისთვის, რომ გაჭირვებაში ისევ კობას სიტყვები არის, გაჭირვებაში მას მხოლოდ რამდენიმე თანაგუნდელი დაუდგა და მათ გვარებს არ დაასახელა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ შეექმნებათ პრობლემა ამის გამო ლიდერთან. მე ჩემ პოზიციას მოგახსენებთ, ეს არის ჩემი პიროვნული პოზიცია, ამაზე არავისთან არ მილაპარაკია. კობას ეს ბოლო განცხადებას არ მომისმენია, რაღაც რეგიონებთან შეხვედრით ვიყავი დღეს მთელი დღე დილიდან დაკავებული. მე ერთ რამეს ვიტყვი, რომ თავისთავად ჩვენ ერთი რამეც უნდა ვიცოდეთ, რომ ბატონმა კობამ გამოიარა უმძიმესი დღეები. ეს ადამიანი ნამდვილად სასიკვდილოდ იყო გამეტებული. ამიტომ ვიყოთ ყველანი, ასე თქვათ, ჩავაყენოთ ჩვენ ყოველთვის ჩვენი თავი სხვის მდგომარეობაში, ხო? და იმ დებატების დროს, როდესაც თქვათ მეორე მხარე მას
სიკვდილის პირას ყოფ კაცს ფაქტურად მორგიდან გამოიყვანეს ადამიანი ეუბნება რომ ეგ წარსულია და არაფერს არ ნიშნავს. რა თქმა უნდა შეიძლება ნებისმიერ ადამიანს რეაქცია ქონდეს ძალიან მწვავე. ნუ მე შეხლა შემოხლას ასე თქვა ყოველთვის გაგზელება მოყვება ხოლმე. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ადამიანურად მე მესმის კობასი, მაგრამ მე მაინც კობასაც და ყველას მოუწოდებ რომ ეს ხანდახან ობიექტურად წამოსული ემოცია ჩვენ ვალდებულები ვართ რომ მოვთოკოთ, ვალდებულები ვართ რომ ჩვენი გადაწყვეტილებები ცხელგულზე არ მივიღოთ და ვიმეორებ რომ რა თქმა უნდა კობა შეუძლია ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთოს კოალიციის შიგნით პარლამენტში და ამიტომ მისი განცხადებებიც ალბათ უფრო ემოციისგან დაიცლება ამ დღეებში და მე მას მოუწოდებ რომ მესმის მისი მდგომარეობა, მაგრამ მოუწოდებ რომ რა თქმა უნდა ის დარჩეს კოალიციის შიგნით და ის გენერალური ხაზი რაც ჩვენ ქართულ ოცნებას აქვს აღებული, ამაზე ბატონმა ბიძინამაც ქართული ოცნების პარტიის ყრილობაზე თქვა, მე ვეთანხმები ამას საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ყველა ემოცია უნდა აქეთკენ მიმართოთ, ცივი გონება, კანონი, მიზანშეწონილობა იმისა, რომ ქვეყანა უნდა განვითარდეს ცივილიზებული გზით, კანონმა და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ყველა დამნაშავე და არადამნაშავეს ბედიღბალი, ეს არის საბოლოო ჯამში ჩვენი განვითარების გენერალური გზა და ამას ესეთი ინციდენტები ვთქვათ, როგორც ბატონ კობასთან დაკავშირებით მოხდა, რა თქმა უნდა, ვერ შეცვლის ამ მიმართულებით ჩვენ სვლას და ამიტომ მეც მიმაჩნია, რომ ბატონი კობას ამ ემოციას მოერევა და ისევ დარჩება ჩვენთან ერთად. ბატონო ირაკლი, ის ფაქტი, რომ კოალიციის შემავალი პარტიები დამოუკიდებლად აძლიერებენ პარტიულ სტრუქტურებს, განსაკუთრებით შეიმჩნევა ეს ბოლო ხანებში, ცალკე აძლიერებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი თავის პარტიას, ირაკლი ალასანიას თქვენი პარტია, პლუს რესპუბლიკელები, ეს საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ პირდაპირ მანიშნებელია იმის, რომ კოალიცია აღარ აპირებს მომავალ არჩევნებში ერთიანი სით წარდგენას. დავიწყებთ იმით, რომ თავისთავად კოალიცია ნიშნავს რამოდენიმე სხვადასხვა პარტიების ერთობას, ხო? გამომდინარე აქედან ყველა პარტია თავის, ასე ვთქვათ, საკადრო თუ სხვა პოლიტიკას ატარებს იმისათვის, რომ იყოს ძლიერად. აქ მე მგონი, ასე ვთქვათ, აღსახსნელი და განსამარტებელი არაფერი არ არის, ეს ბუნებრივი პროცესია და ეს კარგად ესმის კოალიციის ყველა ლიდერს, ყველა წევრს და ასე შემდეგ. ჩვენ რაც შეეხება მომავალ არჩევნებში როგორი კონფიგურაციით გამოვა კოალიცია, აქაც ჩვენ შეგვიძლია რამოდენიმე კონფიგურაცია გამიხილოთ. აქ ალბათ უფრო კონკრეტულად ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ, რომ საუბარი გვექნება ადგილობრივ თვითმმართველობაზე. მე არ გამოურიცხავ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ქვეყანაში იყოს საკმაოდ კარგი პოლიტიკურად და სოციალურ-ეკონომიკურადაც სტაბილური ვითარება. არჩევნები თავისთავად მთლიანად სულ სხვა გარემოში ჩატარდება, გარემო იქნება ანუ გაცილებით უფრო დემოკრატიული და უკვე კოალიცია მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ კოალიციურ რეჟიმში გამოვალთ ამ არჩევნებში, თუ ყველა პარტია ცალ-ცალკე მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას. მაგრამ მე ერთი რამე შემიძლია დანამდვილებით თქვა. იმ შემთხვევაშიც კი თუ კოალიცია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ცალ-ცალკე მიიღოს ყველა პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, არჩევნების შემდეგ საკრებულოებში ჩვენ მაინც კოალიციურ რეჟიმში გავაგზავნებთ მუშაობას, იმიტომ რომ მთავრობა კოალიციური იქნება, პარლამენტში კოალიციურ რეჟიმში მუშაობთ, ეს შეიძლება შიდა კოალიციური, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება იყოს, რომ თვითონ ხალხმა კოალიციის შემადგენელი პარტიები აირჩიოს საკრებულოებში დამოუკიდებლად, მაგრამ ჩვენ მერე კოალიციური რეჟიმით გავაგზავნებთ საკრებულოებში ისევ რაიონის დონეზე მუშაობას. ამიტომ ამ საკითხშიც მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ჯერჯერობით დრო გვაქვს, წელიწადი და რამოდენიმე თვე არის აქამდე დარჩენილი და უკვე როდესაც არჩევნებთან მიახლოვდება ეს ვითარება, უკვე კოალიცია იქ მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. ანუ არ არის მაინც გამორიცხული. ეს თეორიულად შეგვიძლია ეს ვერსია, რომელზეც პრესაც ხშირად აპელირებს ხოლმე, ვთქვათ, რომ სავსებით შესაძლებელი არის, იმიტომ რომ ჩვენ მაინც საბოლოო ჯამში ისევ ერთ კოალიციურ რეჟიმში გავაგზავნებთ ყველა დონეზე მუშაობას.
პროფესიონალების მხრიდან არის საკმაოდ ისეთი მძიმე ბრალდება უმრავლესობის და ზოგადად ახალი ხელისუფლების მიმართ, რომ მიმდინარეობს ზეწოლა მათ წევრებზე გადაბირება. მაინტერესებს ახლა თუნდაც იგივე საკრებულოს წევრის ზურა გაჩეჩილაძე შონზო იგივე გაუჩინარდა ესე ვთქვა, თუმცა ითქვა, რომ მან შეიცვალა ფრაქცია და გადავიდა ოპოზიციურ ფრაქციაში. როგორ უპასუხებთ ამ ბრალდებას? გაუჩინარდა, ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენ ამბობთ, რომ მედიას არ გენახებათ. ხო, მე ერთ რამეს ვიტყვი, რომ არანაირი რეალური ზეწოლა, რასაც ჩვენ ვდებთ სიტყვაში ზეწოლას, არსა და არც ერთ საკრებულოს შემადგენლობაზე არ ხდება. არც ქალაქ თბილისში და შესაბამისად არც რაიონებში. ჩვენ უბრალოდ ერთი რამე უნდა დავინახოთ, აი ეს არის. რა თქმა უნდა, ეხლა ნაციონალური მოძრაობამ აპელირება ამაზე უნდა გააკეთოს. იმიტომ რომ ის რაც მოხდა 1 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ მიუხედავად, აი რასაც მართლა ზეწოლა ქვია, ყველა მიმართულებით დაწყებული მედია, დაამთავრებული რა ვიცი, სკოლის მასწავლებელი, ახლა პოლიციაზე და გამგებლობაზე არაფერს აღარ ვლაპარაკობ. მიუხედავად ამისა, ხალხმა რა არჩევანიც გააკეთა, ეს არჩევანი არ გაიყინა მარტო საპარლამენტო დონეზე. მე მინდა ამის თქმა. ამიტომ რაიონებშიც ხალხმა მოინდომა, ეს იყო ხალხის სურვილი, რომ მომხდარიყო რაიონებშიც მეტნაკლებად ცვლილება გამგეობების შემადგენლობაში და საკრებულოებში ეს პროცესი პირდაპირ აისახა. მოხდა საკრებულოებში იმ ადამიანების გამოსვლა ნაციონალური მოძრაობის ფრაქციიდან, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით იძულებულები იყვნენ, რომ ყოფილიყვნენ ნაციონალურ მოძრაობაში. ამიტომ ეს პოლიტიკური პროცესი საკრებულოებშიც წარიმართა. არავის არ დაუბარებია საკრებულოების შემადგენლობა და რაიმე სერიოზული ან წინადადება, ან ზეწოლა საერთოდ ამაზე საუბარიც კი არ ყოფილა. კონკრეტული ფაქტები არ არსებობს. და ეხლა თქვათ, იგივე ვიზეც თქვენ ბრძანებთ შონზო, არ არის ის ადამიანი, რომელიც თქვათ რაიმენაირად ისეთ ზეწოლას დაექვემდებარებს, რომ ამ ადამიანს ვინმე არ იცნობდეს, იყოს რომელიღაცა იმ რაიონის ასე თქვათ ერთი რიგითი საკრებულოს წევრი, რომელსაც არავინ არ იცნობს, მთელი საქართველო იცნობს ამ ადამიანს. ამიტომ ამ ადამიანზე, ან ხელოვანი ადამიანია, ამ ადამიანზე ზეწოლა წარმოუდგენელი არის. ამიტომ ეს არის გარკვეულწილად ამ ადამიანის გადაწყვეტილება. თქვათ შეიძლება იმას ახლა ზედმეტად არ უნდა კომენტარების კეთება ამაზე, ეს მისი პირადი საქმე არის. ბატონო, თვითმმართველობის არჩევნებზე ერთად ჩაეკითხებით, მართალია მესმის რომ ჯერ არ არის კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული და ძალიან ადრე არის ამაზე საუბარი, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კი მოხდება ისე, რომ ცალ-ცალკე დამოუკიდებლად მიიღებენ კოალიციაში შემოვალი პარტიები ამ არჩევნებში მონაწილეობას, რამდენად კონკურენტუნარიანი იქნებიან ისინი ბიძინა ივანიშვილის პარტიასთან მიმართებაში, ჩვენ ვიცით რომ მას აქვს უზარმაზარი რესურსი, ხომ? და მან მოახერხა არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის დამარცხება. რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება თქვენი პარტია? მე ვფიქრობ, რომ ბატონმა ბიძინამ ამასთან დაკავშირებით თავად თქვა, იგივე პარტიის ყრილობაზეც განაცხადა ბოლოს, რომ მე არ გავა მართველი პარტია, რომელიც იქნება აბსოლუტურად ბიზნესი, მედია, გამგებელი, ყველაფერი მისი. არა, მან თქვა, რომ ეს იქნება ერთი პარტია, რომელსაც მოუწევს კონკურენტუნარიან გარემოში თავისი ლიდერთა შორის ლიდერობის დამტკიცება. მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი იქნება შენარჩუნებული და ყველა პარტიას ექნება იმის შანსი, რომ კონკურენტუნარიან ბრძოლაში მიიღოს მონაწილეობა, იგივე თქვათ, იმ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მე ერთ რამეს ვამბობ, რომ პოლიტიკური პროცესი არ არის ეს, თქვათ, მუდმივად ერთ წერტილზე გაყინული მოვლენა. ის პარტიები, თქვათ, ქართული ოცნება იქნება, თავისუფალი დემოკრატები, ფორუმი, რესპუბლიკელები, ვისაც უკეთესი შემადგენლობა ეყოლება ადგილზე, ვინც ყოველდღიურ პრობლემებს უფრო კარგად ჩაწვდება, ამორჩეველთან უფრო ახლოს იქნება.
იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ცალ-ცალკე მოგვიწევს ჩვენი გადაწყვეტილებით მონაწილეობის მიღება, რა თქმა უნდა, მით უმეტეს აქ ლაპარაკი ადგილობრივ თვითმმართველობაზე. სადაც სოფელში თანასოფლელს ირჩევს მთელი სოფელი, რაიონულ ცენტრში თავის თანამოქალაქეს და რაიონში იცით ყველას იცნობს. ამიტომ რომელიც უფრო აქტუალური იქნება, რომელიც უფრო მიმზიდველი იქნება, რომელსაც უფრო მეტი პიროვნულად სამუშაო ექნება ჩატარებული, იმისკენ გადაიხრება მისი, ასე ვთქვათ, ამორჩევლის სიმპათია. ამ გაგებით მე ვფიქრობ, რომ ყველა პარტიას აქვს ძალიან ბევრი გასაკეთებელი ორგანიზაციული კუთხით და აქ თქვი საკადრო კუთხითაც. ვინ იქნებიან ჩვენი სახეები იმ სოფელში, იმ რაიონულ ცენტრში, სადაც ადამიანებმა თავის თანამოქალაქე და თანასოფლელი უნდა აირჩიოს. ამ გაგებით მე ვფიქრობ, რომ ბატონი ბიძინას პოზიცია სავსებით გასაგებია და მან ხშირად და რამოდენიმეჯერ თქვა, რომ შიდა კონკურენცია უნდა არსებობდეს. ეს კონკურენცია აი ამ კოალიციურ ნორმალურ ჩარჩოებში არსებობს და ძალიან მისასალმებელია. დიდი მადლობა. კარგად გზანდებოდეთ. 3 წუთი იყოს.